რეალური სივრცის საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან თქვენი ტელეფონით, მობილური ტელეფონით ჩაერთოთ რეალურ დროში და მოგვიყვეთ ის, რაც ხდება თქვენ თვალწინ. არა მარტო მოგვიყვეთ, არამედ გვაჩვენოთ კიდეც. ამისათვის საჭიროა ტელეფონი ჩართული იყოს ქსელში, თქვენ სარგებლობდეთ მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტით ან მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტით 4G ან LTE. ჩვენთან დასაკავშირებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი კომუნიკაციის საშუალებები, ეს არის Google-ის Hangout-ი, Skype-ი და Facebook-ის Messenger-ი. ხოლო მას, ვისაც iPhone აქვს, შეუძლია გამოიყენოს დამატებით FaceTime. ყველა კონკრეტული აპლიკაციით უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე. Google-ის Hangout-ით და FaceTime-ით sirtse@gmail.com, Skype-ით მოგზავნეთ მისამართზე Real Space. ჩვენთან დასაკავშირებლად უბრალოდ დაამატეთ ეს მისამართები თქვენს კონტაქტებში. მობილური ჩართვის ან ვიდეო მიმართვის ჩაწერის დროს სასურველია უყუროთ კამერას და არა საკუთარ თავს ეკრანზე. მობილური ტელეფონის ჩართვის ან გადაღების დროს უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. ტელეფონი უნდა დაიჭიროთ მხოლოდ ჰორიზონტალურად. გადაღების დაწყებამდე ველოდებით, სანამ ტელეფონი ავტომატურად ააწყობს ბალანსს და გაასწორებს ფოკუსს. ეკრანზე ხელის შეხებით შეგვიძლია თვითონ მიუთითოთ კამერას კონკრეტულად რა წერტილზე გსურს ფოკუსის გასწორება. თავის დაზღვევის მიზნით შეგვიძლია ფოკუსი ჩავკეტოთ. ამისათვის ეკრანს შედარებით ხანგრძლივად უნდა დავაწვეთ. მობილური ჩართვის ან გადაღების დროს სასურველია გქონდეს ხარისხიანი ხმა. ამისათვის კარგია თუ გამოვიყენებთ პროფესიულ მიკროფონს, მაგრამ თუ ასეთი არ გაგვაჩნია, ვიყენებთ უბრალოდ ყურსასმენს, რომელიც მოყვება ნებისმიერ ტელეფონს, უერთებთ მას. შეგვიძლია ეს მივიმაგროთ, ან უბრალოდ აი ესე და ვისაუბროთ აი აქ მიკროფონში. იმ შემთხვევაში, თუ არც მიკროფონი გაგვაჩნია და არც ყურსასმენი, უბრალოდ ახლოს უნდა მივიდეთ რესპონდენტთან. გადაღებისას ვცდილობთ არ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ზუმი, კადრის მოახლოვება და თვითონ მივუახლოვდეთ რესპონდენტს ან ობიექტს, რომელსაც ვიღებთ. სასურველია გადავიღოთ მოკლე ვიდეოები. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხანგრძლივია ვიდეო, მით უფრო მეტი დრო სჭირდება მის ატვირთვას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო არ უნდა იყოს 10 წამზე ნაკლები ხანგრძლივობის. შეგვიძლია მასალა ტელეფონშივე დავამონტაჟოთ, რისთვისაც დაგვჭირდება მარტივი სამონტაჟო აპლიკაცია, რომელიც არსებობს ორივე პლატფორმაზე. მასალა ატვირთეთ და გამოგზავნეთ WeTransfer-ის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sirtse@gmail.com. იხილეთ ეს ვიდეო ინსტრუქცია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე და ყოველდღე იმაუწყებლეთ რეალურ სივრცეში.